სამეზობლოს მსვლელობა მარშში, ხო, არასდროს ხო არ გაგვიგია ესეთი რამ. ეხლა მიმდინარეობს და ჩვენ შეგვიძლია რომ თან გავეცნოთ ამ მსვლელობას ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ელიბაშვილი იქ იმყოფება. მარიამ, თუ გესმის ჩვენი. საყვარლებია. კი, ანუკა დილომშვიდობის მესმის თქვენი ხმა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები შეჩერდნენ და მიმართავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი მოთხოვნების შესახებ. ბუნებრივია ამ მსვლელობასაც აქვს საკუთარი ლოზუნგი, ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს, ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ბუნებრივია საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენებას. პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით, ხედავთ თქვენ რომ სპეციალური ქვაბის თავსახურები აქვს მოტანილი აქციის მონაწილეებს, ხმაურს გამოსცემენ ისინი და პირდაპირ ეთერში ვართ და ფაქტურიძეს ხედავ მე. რას ეთყოდით ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ახლად არჩეულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს? ჩვენ მოვუწოდებთ და შევახსენებთ რომ არალეგიტიმურია ის რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, არალეგიტიმურია მთავრობა, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ რომ გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ რეჟიმის ტყვეები, ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ნაწამებ ადამიანებს, ჩვენი აქ ყოფი ადამიანები და არ არის ერთადერთი ადგილი რუსთაველსაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ. ჩვენ უბანში შეგვიძლია ჩამოვიდეთ და იქ გავაპროტესტოთ ის ყველაფერი რაც არ მოგწონს, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. გონს დროზე მოეგონ და ჩანიშნონ ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს კრიზისი საბოლოო ჯამში მათ უფრო მეტად გაურთულებს ცხოვრებას. მადლობა, თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. აქ პერიოდულად სკანდირებენ აქციის მონაწილეები საქართველო ითხოვენ ახალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს. თავდაპირველად სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები, მსვლელობით გაემართნენ ქავთარაძის ქუჩაზე. ახლა ისევ ბრუნდებით მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს და უფრო დეტალურად მათგან გავიგებთ მოთხოვნების შესახებ. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ. კი ბატონო, ბუნებრივია ნაწილ მათგანს არ სურს ჩვენთან საუბარი, გივის თხოვ გამომყვეს წინ და გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს. ანა სუბელიანი აქციაზეა. ანა, რას ეთყოდი ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უფრო არალეგიტიმურ პრეზიდენტს? აი პრეზიდენტი არც კი მაინტერესებს არალეგიტიმური, ჩვენ გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილი და რომელსაც აქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისგან. რაც შეეხება რას ეთყოდი ხელისუფლებას, მე მათთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მე მგონი მათაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, როგორ გამოიყვანეს მართლა ბოლომდე წყობიდან ქართული საზოგადოება, როგორ აგრძნობინეს, რომ აი სინდისი და ღირსება ან ახლა არის დასაცავი ან არასდროს და დღეს ქართული საზოგადოება არის ისე ერთიანი, როგორც არასდროს არ ყოფილა. ამას გრძნობთ ყოველ დღე ქუჩებში, დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ სივრცეში, მთელი საქართველო დგას ფეხზე, ერთიანდებიან სხვადასხვა თემები, მათ შორის პროფესიული თემები და ახლა უკვე სამეზობლოების გამოღვიძების დროა. ჩვენ ვართ პირველები ამ კუთხით, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ყველა სამეზობლო გააკეთებს მსგავს შეკრებას. დიდი მადლობა, ანა სუბელიანს უსმენდით. თქვენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ახლა მივემართებით ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურთალო სამეზობლომ დააორგანიზა დილის 8 საათზე ეს აქცია. გითხარით რომ გაემართნენ ქავთარაძის ქუჩაზე, კრუგი დაარტყეს, ასე რომ ვთქვათ, ქავთარაძის ქუჩას შეჩერდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან და ახლა ისევ ბრუნდებით სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. პერიოდულად ავტომობილიდან მხოლოდ სიგნალს გამოსცემენ მძღოლები, ეს არის სოლიდარობა, რომელსაც ისინი უცხადებენ აქციის მონაწილეებს.